უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება არ ეზღუდებათ. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მხოლოდ გარეჩ ჩარევებისგან მოქალაქეების დაცვას ემსახურება. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ. ახალი რედაქციის საარჩევნო კოდექსის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალიდან იწყება. ნინი გოგიშვილი გიამბობთ. უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება არ ეზღუდებათ. გზავნილი მარტივია, თუმცა მეორე დღეა ოპოზიცია კანონპროექტის გარშემო ფუჭი ხმაურის შექმნას ცდილობს. მათ რიტორიკას კი ხმის მიცემის წესის შეცვლის ინიციატორები მარტივადვე პასუხობენ. საქართველოს გარდა ვაშინგტონსა თუ ევროკავშირში არჩევნებში გარეჩ ჩარევის ტენდენცია გაზრდილია, რასაც დეზინფორმაციის ნაკადი ემატება. ამ პროცესში კი უფრო მეტად დაუცველები უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები არიან. სხვა ქვეყნის იურისდიქციაში მყოფთა გავლენებისგან დაცვა კი ხელისუფლებისთვის რთულია. არავის არ ერთმევა ხმის მიცემის უფლება. 4 წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს ჩამოსვლა საკუთარ ქვეყანაში. აქ კარგად გაცნობა და გააზრება იმის თუ რა პოლიტიკური მდგენელია და ისე შემდგომ უკვე საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება. როდესაც ლაპარაკი არის ქვეყნის ფარგლებ გარეთ მცხოვრებ პირებზე, ეს ჯგუფი შედარებით უფრო მოწყვლადი შეიძლება იყოს მათ შორის იმ ნაწილში, რასაც ქვია დეზინფორმაცია, რასაც ქვია გარკვეული კონტექსტის ფონზე მიწოდებული ინფორმაცია. თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს საქართველოს მოქალაქეს, როცა ის საარჩევნო ყუთთან მიდის. როდესაც იქ აქვს სამსახური, იქ ოპერირებს, იქ აქვს ურთიერთობები, მასზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან ადვილი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოტივი. კანონპროექტის შემუშავებამდე სახელისუფლებო პარტიამ საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლით იხელმძღვანელა, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულება და მაინც ოპოზიცია ინიციატივას არაკონსტიტუციურად ნათლავს. კონსტიტუციის კი არა, მთავარი პრინციპების დარღვევა ხო ადამიანებს ქართველობა ეკრძალებათ ფაქტობრივად. ეს მხოლოდ ერთი ბრალდებაა, მეორე ბრალდება კი კრიტიკის მეორე დღესვე გახარიას პარტიაში თავადვე გააპათილეს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში ემიგრანტთა წილის გათვალისწინებით ცვლილება, რომ არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, ეს დღეს თავად აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტების, ასე ვთქვათ, წილი საერთო საარჩევნო ელექტორატში სამწუხაროდ არ არის მაღალი და ეს არ გონია რამე განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, შეღავაც აძლევდეს ოცნებას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინიციატივა ანტიკონსტიტუციური. საარჩევნო მარათონში ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც სამშობლოში ჩამოსვლა, ადგილზე ვითარების გაცნობა და ასე ზეგავლენის გარეშე არჩევანის გაკეთება მთავრობის მეთაურის ხედვით ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი პირობაა. სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან. ინფორმაციის ყველაზე სუფთა წყარო, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობ. და ამისათვის მთავარი საშუალება არის ქვეყანაში ჩამოსვლა, თუნდაც ერთი დღით საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევნის გაკეთება. ციფრები ისევ და ისევ კარგი დასტური იქნება, თუ რა გავლენას შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე, მაგალითად საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარება. ფაქტიურად არანაირი, ეს ერთი. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ როდესაც ვხედავთ თუ როგორ ხდება არჩევნების თუნდაც გამოყენება, არჩევნების საკითხის გამოყენება, გავლენების მოსახდენად, ეს არის უკვე მეორე საკითხი. გარდა ამ ცვლილებისა დღის წესრიგშია 2011 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური განახლება. კანონმდებლები კანონპროექტის განხილვას ხვალიდან იწყებენ.